მოგესალმებით სამების კომუნიკის წევრებს და X-Entrance Roleplays მოთამაშეებს. სერვერზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტე გამეკეთებინა არხი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა გამოსადეგარ ტრიკებს, ფაილებს, რომელიც გამოგადგებათ სერვერზე უკეთ თამაშისთვის. და არა μόνο თამაშისთვის, ამ არხზე ძალიან ხშირად დაიდება ჩეთები და ეს თქვათ სხვა ფაილები, რომელიც იმუნიტეტს მოღანიჭებთ ადამიანებთან შედარებით და მოთამაშეებთან შედარებით. მოკლედ, დღეისათვის ჩვენ გავიხილავთ 5 ეს თქვათ ძალიან basic ფაილებს, რომლებიც ძალიან ხშირად ხდება, ზოგადად მოთამაშეებში ძალიან ხშირად იყენებენ, მაგრამ არსებობენ შეიძლება ისინი, ვისაც აინტერესებთ ეს ფაილები და მათ ჯერ კიდევ არ აქვთ. მოკლედ, დღეს გავიხილავთ 5 ფაილს. აქედან პირველი არის კაცმოდესო, მეორე არის ანკუვის კლეო, მესამე არის მატრიქს ჯამპი, მეოთხე არის ჯამპი მანქანაზე, ეს თქვათ მანქანა რომ აახტუნოთ მარტივად რო თქვათ და მეხუთე არის უკვე მანქანის სპითაკი ეგრეთ წოდებული shift და alt. დღეს რასაც გამოვიყენებთ და განახებთ არის რა თქმა უნდა სერვერზე დასჯადი და ამის გამო თქვენ მოიხდით chat-ზე სასჯელს დემორგანში დაახლოებით 250 წუთს. ამიტომ არავის არ გაიძულებთ ამ chat-ების ჩაწერას, მაგრამ ვისაც გამოგადგებათ შეგიძლიათ ჩაიწეროთ და გამოიყენოთ. ყოველი ფაილი იქნება ატვირთული ჩემს მიერ Mediafire-ზე ან Drive-ზე და ჩემი ფაილები რა თქმა უნდა არ იქნება გაჯერებული სტილერებით. შეგიძლიათ ამაზე დარწმუნდეთ ვირუს ტოტალზე ან რა ვიცი რომელი ნებისმიერ საიტზე, იმიტომ რომ ამას ვაკეთებ ხალხის დახმარებისთვის და არ ვაკეთებ იმისთვის, რომ თქვენი აკაუნტების გადახვას მსურს. მოკლედ, გადავიდეთ ამ ფაილების ჩაყრაზე და შემდეგ უკვე განხილვაზე. მოკლედ, მას შემდეგ რაც description-ში დატოვებულ link-ზე გადახვალთ, ამის შემდეგ გადმოვიწერთ აი ამ winner-ის ფაილს და ახლა გაჩვენებ თუ როგორ ხდება ჩაგდება winner-ის ამ ფაილების თვითონ ჩვენს chat-ის folder-ში. მოკლედ, როდესაც გამოვიწერთ ამ winner-ის ფაილს, ჩვენ ვხსნით winner-ს და შიგნით დაგვხდება ესეთი 5 ფაილი, რომლებიც უნდა გადავაგდოთ Cleo folder-ში. იმისთვის რომ გადავაგდოთ Cleo folder-ში, არ ვიცი, თქვენ შეიძლება იცოდეთ სად გაგვთ ეს თქვათ ლოკაცია, სად არის თქვენი chat-ის, რითიც თამაშობთ, ამ შემთხვევაში ჩვენ შევაგდებთ Edrop Launcher-ზე. მაგრამ სხვებში ჩაგდება დაახლოებით იგივენაირად ხდება. იმისთვის რომ ნახოთ სად გაგვთ ეს chat-ის ფაილი, დაეჭერთ მარჯვენა ღილაკით, მივთითებთ Open File Locations, ახალთ აქედან bin-ში და გადასულ bin-ში უკვე დაგვხდებათ Cleo ფაილი. ამ Cleo-ში შეხვალთ და აი ამ 5 ფაილს ხელს მოკიდებთ და გადმოვაგდებთ. მე ახლა ჩაგდებული მაქვს ამ შემთხვევაში. ხელახლა ჩავაგდებ და ეს არის ასე მარტივად ვარდება ეს ფაილები ჩვენ chat-ის folder-ში. ახლა კი უკვე დროა რომ ეს chat-ები გავიხილოთ თამაშში და დეტალურად მოვახსენებთ ინფორმაციას ამ chat-ების შესახებ. მოკლედ, პირველი არის კაცმოდესო. კაცმოდესო არის ძალიან გამოყენებადი და საჭირო ეს თქვათ chat-ი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ სერვერზე არის დასჯადი და მის გამოყენება სერვერის წესების მიხედვით ისჯება დემორგანით. მოკლედ, ამ chat-ს ძირითადად იყენებენ ტელეპორტაციისთვის და ახლა კი განახებთ როგორ ხდება ეს. მოკლედ, გავხსნით maps და მოვნიშნავთ ნებისმიერ ადგილმდებარეობა, სადაც ჩვენ ვსურს რომ გადავტელეპორტირდეთ. მაგალითად, აი აქ. მოვნიშნავთ და შემდეგ გავკრიფავთ chat-ში commands marker. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გადავტელეპორტირდებით იმ ადგილას, სადაც ჩვენ მარკერი დავსვით რუკაზე. შემდეგი chat-ი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს არის უკვე matrix jump-ი, რომელიც არის ასევე დასჯადი, მაგრამ ხშირად უკვე აღარ სჯიან ამაზე და ჩემი პირადი მოსწრებითაც ეს თუ უნდა ისჯებოდეს non member action-ით და არა chat-ით, მაგრამ რას ვიზავთ, მაინც გადის ეს თქვათ იმ იმუნურ ფაილში, რომელიც სხვა მოთამაშეებთან შედარებით იმუნიტეტს გვანიჭებს. მოკლედ, როგორ გამოიყენება ის? შემოვალთ თამაში და დავაჭერთ ორჯერ აღტომას და ჩვენ უკვე აი ესე გადავხტებით, რაც გადაადგილებაში ხელს გვიწყობს რა თქმა უნდა ძალიან. მეც ხშირად ვიყენებ ამ Cleo-ს თუ გინდათ ფაილი და არ გვით მოკლედ. შემდეგი chat-ი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს იქნება უკვე ანკუვის Cleo და ამისთვის მე დამჭირდება ერთი პოლიციელი, რომელიც დამეხმარება ამის საჩვენებლად.
მოკლედ ხა აგიხსნით თუ როგორ უნდა მოვიხსნათ ამ კუფის კლევს გამოყენებით ბორკილები. როდესაც დაგვედები ბორკილებს, როგორც ხედავთ, უძრავ პოზიციაში ვართ, ვერც კამერას მომუძრავებ და ვერაფერს, იმისთვის რომ ჩვენ მოგვიცეს ეს თქვათ, შესაძლებლობა რომ გამოძრავდეს, ამისთვის უნდა დავაჭიროთ Shift C-ს და მაუსის მარჯვენა ღილაკს. ამის შემდეგ გააქტიურდება ესეთი რაღაცა და ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივ სიარული იარაღის სროლა. თუმცა სხვასთან ჩანს ისე რომ თითქოს დასლაიდებთ ესე ვთქვათ, თუმცა შენ შეგეძლება გაქცევა ეს ვთქვათ სიტუაციიდან თავის დაძვრენა, სროლა ასევე მოკლა. ნუ თქვენი გადასაწყვეტია როგორ გამოიყენებთ ამ ჩეტს რა ამის შემდეგ. მოკლედ ეხლა უკვე გადმოვინაცვლებთ მანქანის ჩეთიდან დაკავშირებით, რომელიც არის ორი ჩეთი ამ ხუთიდან, ეს არის ახტომის და სპითაკის. როდესაც დავჯდებით მანქანაზე, ჩვენ შეგვიძლია იმის მიზნით რომ მოუმატოთ მანქანას სისწრაფე, დავაწყოთ Alt-ს და სისწრაფე მოიმატება მანქანას როგორც ხედავთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვჭირდება რომ მაგალითად ავხტეთ არის ძალიან ბევრი განუყაში ლაგმაუნების სერვერზე და თუ მაგალითად არ გვინდა $2000 გადახდა, შეგვიძლია დავაჭიროთ Control-ს და ჩვენი მანქანა ახტება, რამდენჯერაც დააწვევი Control-ს, იმდენჯერ ახტება მანქანა უფრო ზევით და ზევით. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. კვირაში ერთხელ მინიმუმ ავტურთავ ხოლმე ვიდეოებს, სადაც განვიხილავ ასეთ გამოსადეგარ ფაილებს და დღეს შეიძლება ეხა ბევრისთვის ცნობილი ფაილი ავტურთე, თუმცა ეს შეიძლება ბევრისთვის უცნობიც იყოს. ამიტომ ნელა მოვყვებით ესეთებიდან და წავალთ უფრო ისეთებზე, რომლებიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, რომლებიც იქნება გამოსადეგარი სერვერზე. შეიძლება ზოგი დასჯადი იყოს, შეიძლება ზოგი არ დაისაჯოთ, მაგრამ მე გირჩევთ რომ მაინც ჩატების გარეშე ითამაშოთ. დროებით.